ნამდვილად არ ვიცი, ხედავთ თუ არა, მაგრამ ისეთი ქვიშიანი შტორმი გვაქვს დღეს ისრაელში, რომ არ ვიცი, ყველაფერი არის ქვიშიანი, ქვიშისფერი. ეს პირველად არ ხდება, რა თქმა უნდა. 1000-ში ერთხელ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა. მოგესალმებით, შეუძვირფასო მეგობრებო. ყველაფერი არის ყვითელი. შეხედეთ, არც კი ჩანს. მანქანებზე უკვე ხელამტვერია. შეხედეთ, არ ჩანს. ხოდა დღეს გქონდა გეგმები, რომ ორი მშობლები უნდა ჩამოსულიყვნენ, გაგვესეირნა გარეთ, მაგრამ მე მგონი გარეთ გასეირნებას აზრი არ აქვს. ისეთი რაღაცა ხდება. მაგრამ ჩვენ ეს ამინდის სხვა ვლოგის გადაღებაში ხელს ნამდვილად არ შეგვიშლის. და ამ ვლოგს ვიწყებთ თებერვლის თვის შენაძენების დათვარიელებით. რა თქმა უნდა, ესეთ ამინდში აუცილებელია, რომ ყველა ფანჯარა დავკეტოთ, იმიტომ რომ სახლში ისეთი ყვითელი ქვიშის მტვერი იქნება სავსე. ვისაუზმე არაჩვეულებრივად, გავემზადე, იმიტომ რომ გასვლას ვაპირებ პატარა საქმეებზე. როგორც შეგპირდით, გაჩვენებთ ჩემი თებერვლის შენაძენებს. დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ ამ სანთლით, რომელიც ჩემი ნაყიდი არ არის, ეს მაჩუკა ჩემმა მეგობარმა. და საოცარი სურნელი აქვს. ესე გამოიყურება. ეს არის ბრენდი. ძალიან კარგია და ძალიან კაი სურნელი აქვს. საკმაოდ მძაფრია. გიდაზე დავდებ. იმედობა ჩემს მეგობარს და თუ არ ვჩდები, ბრიტანული ბრენდია. კაი, დავიწყოთ ზარათი, რომელიც რა თქმა უნდა უკვე გავხსენი. დავიწყო უკვე ვინც პირველი დავიწყოთ ზარას მაისურით, რომელსაც რატომღაც ეტიკეტი მოძვრა. არაჩვეულებრივია, აუცილებლად ჩავიცვამ და გაჩვენებთ. თანფერიც ძალიან კარგია და ხარისხით ძალიან კაია. და ესეთი რამდენიმე ფერია და ძალიან მინდა რომ ვიყიდო. ისეთი კარგი ხარისხია. ისეთი სასიამოვნოა ტანზე. ისეთი კარგი ფერია. იო. აუ, დღესვე გავარდები და ვიყიდი მეორესაც. ოღონდ ყავისფერ სარასერიც არის და ძალიან მომეწონა სერი. და ხარისხიც არის რაღაცა შეუდარებელი. აი, თითქოს არაფერი გაცვია, იმდენად რბილია და სასიამოვნოა ტანზე. შემდეგი შენაძენი არის. როგორ დაჭმუნტულია? ამას დავაუთოებ და ისე ჩავიცვამ. ისე გაჩვენებთ. აი, ესეთი მოკლე შარვალი. ან გრძელი შორტი. მოსეროა, ხო? სერივით არის. ხო, სერია მე მგონი. ძალიან მომწონს. ძალიან კაი სიგრძეა. ძალიან კარგი დგომა აქვს. თეთრსაც როგორ უხდება? მე მგონი რომ კარგი შენაძენი იყო. ნამდვილად. იმედია ჩემი წინტები არ ჩანს. გრიფინდორის. გადავედით შემდეგზე. ორეული, ყავისფერი, შარვალი. ოი, როგორი ღია ფერი ჩანს კამერაში. არა და ყავისფერია. საზაფხულოა. თავისი. აი, ესეთი ელვა შესაკრავიანი, მოსაცმელით, თუ ჟაკეტით, თუ ზედით, ახლა შევკრავ და გაჩვენებთ. აი, ესეთი. რაღაცა კარგად არ ჩანს. ესეც ყავისფერი ორეული. უი, ჯიბეები აქვს. ხო, პრინციპში რომ დავაუთოვე, მაშინ შევამჩნია, რომ ჯიბეები ქონდა. ესე შეიძლება თავისუფლად ან შეგვიძლია ესე ლამაზად გამოვბანტოთ და წელში გამოვიყვანოთ. გრილია, ზუსტად საისრაელოა, გაშვებულიც ძალიან მოწონს. ძალიან კაია. ჩანთა, რომელიც უკვე მეკეთა იერუსალიმის ვლოგში. ნახეთ, ერთი მხრიდან არის ტყავი, მეორე მხრიდან ზამში. და შეგვიძლია ესე ან ესე. ან ზამში, ან ტყავი.
მწვანეა, რაღაც ზეთის ხილისფერი, ასე ვთქვათ. თუ ჭაობისფერი, ძალიან მომწონს ეს მაჩუქა, დედა. ეს შევიძინე მანგოში. ეს არის ტილოს პერანგი, რომელიც გული მისკდება, ხა რომ ამოვიღებ, ისეთი დაკუჭული უნდა იყოს წესით. მოერთო არ შემიძლია ესეთი რაღაცეების დანახვა. ძალიან დაჭუჭნულია. ნუ ეხა ტილო მოგეხსენებათ. შავია, ძალიან მე მგონი, სტანდარტული ტილოა. ფასტაკლებაზე იყო, სხვადასხვა მანგოში და მე მგონი 129 შეკელად ვიყიდე. თეთრიც იყო ესეთი, მე ვნახე და თეთრი აღარ მინდოდა. მაქვს. თან კაია. ამასაც დავაუთოებ ახლა და გაჩვენებ. ჩვეულებრივი სადა შავი პერანგი, რომელიც შავი არ მქონდა საერთოდ. და მე მგონი პრაქტიკული იქნება, რომ ესე ვთქვათ, მოიგდო, მოიცვა და გავარდე. შავი ყოველთვის მომგებიანი ფერია. ძალიან კაი. მოვედი ახლა მე დამაგვიანდება. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ამის ფონზე ტრიბაჩოვდი, თან დიდი ბოტიში, ეს არის რეალური სახე იმისი, რა ხდება, როცა სამოს ტანსაცმელს ვიზომავ ხოლმე, ვისინჯავ. ვითომ ვერ ხედავთ. წავედი მორჩა. შევხვდებით? ხო, და ამ კვირაში მინდა რომ წავიდე გავისეირნო სავაჭრო ცენტრში. მაგ ცენტრში არის ისეთი მაღაზიები, რაც შეიძლება აი სხვა ცენტრებში, სავაჭრო ცენტრებში არ შეგხვდეს და ძალიან მაინტერესებს. ხო და ამ დღეებში წავალ ხვალ ვგეგმავ, მაგრამ შეიძლება ხვალ არ გამომივიდეს, ამიტომ ხვალზე გწავალ რა და აუცილებლად დაგათვალიერებინეთ. დედა ჩემი დავინახე ხლა მიბარები შემაშინებ. Hello. Wow, რა მაგარი რაღაცებია ზე. აი სამაჯურები რო აწყო, ხო? სად მივდივართ? მალე გაიგებთ. ეხა რაღაც წვიმა დაიწყო უცბად და დედამ ამ მაღაზიაში პატარა 1001 წვრილმანის მაღაზიაში შემოაფარა თავი. ხალ გახსნილ შოპინგ ცენტრში, რომელიც არის ესე გარეთ, მაგრამ გაგვიწვიმდა. არა და საერთოდ არ იყო პროგნოზში გამოცხადებული, რომ იწვიმებდა. მე უკვე ვიყავი აქ. დედა არ არის ნამყოფი, პირველად არის და ამიტომ აქეთ გამოვისეირნეთ. მაგრამ საბედნიეროდ არც ცივა. აზია უფრო დედა სასაკის ქალბატონებისთვის არის. აღირს? მოიცა არ ჩანს ფასი 400 შეკელი. რა კარგი დუტის ის არის. ჟილეტები ძალიან კარგი. 70% ვითო? კი. დიდი ზომა ხა ეს 40-ია. ეს 50%-იანი ფასაკლებაა. ძალიან კაია. ეს 400 შეკელი და ფასაკლებით 200 გამოდის. ძალიან ლამაზია. ეგეც ლამაზია. ეგ ძალიან უცხოა.
თალამაზი ადგილია, უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ წვიმს. ეხლა აქ შემოვედით. მე და სპორტული სამოსი ძალიან ახლო ვართ ერთმანეთთან. აი ესე რა კარგი, ეს მე რაც მაქვს სპორტულებია ზუსტად და რამდენი ფერი შემოიტანეს ახლა ესენი საერთოდ არ და როგორი კარგებია. რბილია, ძალიან რბილია. ძალიან დიდია, ხო. ესეთი და პატარა. 140 შეკელი. ესეთი სადა მაისურები 50 შეკელი ღირს. ეს 40. სიტყვა ვალენტინოვის კოლექცია. გულებიანი მაისურები და ჯინსები. ძალიან კაია. ეს მგონი ეს არის, ეს ახალი კოლექციიდან არის. უახლესი კოლექცია. უახლესი. ძალიან მშვენიერი ფასი 130 შეკელი, ესეთი ლამაზი ქვედა ბოლოსთვის. ოკეი. ფე. ეს რა ღირს? დავიბადე, მაშინ გეცო ხოლმე ესეთი შარვალი და. ანუ 33 წლის წინ. გოგოშკური სპორტულები ძალიან საყვარელია. მარტო ზედა. თუ ეს სეტია, ორეულია? ცალ-ცალკეა. 160 და ძალიან ლამაზია. მეკითაც ჩავიდეთ ახლა. წიმამ გადაიღო, აღარ წვიმს. დადაცხა. ჩამოცხა ამასობაში. როგორ მოგწონს დედა ეს ახალი outlet mall-ი? ის პოინტივით არის. Lego. მე ძალიან მომეწონა, ძალიან კაია, მაგრამ მაგ ზამთარში ეს ზაფხულში ვერ ივლის ეს. ხო. ვერი ბლის ესეთი სიცხე ახალხო. ეს პოინტში გახსნეს ახალი მოლი. ხო რაღაც ახალი სივრცე. გოლფია შენი საყვარელი მაღაზია გინდა? ინტიმად კარგია კი. ამბა შეხედე გულს ვეცკური ჟაკეტია. კაი თხელია. მაგრამ ეს რო აქვს არ მომწონს. საყვარელი ჯემპრები. გაშალე ერთი სვიტრი. დაგვანახე ერთი რომელიმე ფერი. ძალიან კარგი ხარისხია. ძალიან კაი ხარისხია. რეკომენდაციას უწევდე? და რა ღირს ახლა არ ვიცი ზუსტად რა ღირს, მაგრამ 200 შეკელი ღირს. არის ბევრი ფერი, შავი სერი. ეს ბეჟი ძალიან მომწონს ახლა. ლურჯით არის იქით. ძალიან კაი. ძალიან საყვარელია. პირველად ხედავ ესეთ ყვავილს. ოქროულის ფასით თუ გაინტერესებთ. აი აგერ ეს 15000 შეკელი ღირს მაგაც და ეს ბეჭედი 15000 130 შეკელი ღირს. ლაბორატორიული იქნება ქა ბრილიანტის. არ ვიცი და ეს ღირს 6405. აბურიე, ერორი მაქვს.
ეს ოქროს ფერია თუ ოქრო არ ვიცი. ოქროა და რა? 8585 ხო, ნუ ოქროა. ეს 15130, აი ეს. აი ეს ჩემ მე რომ აქვს ცოტა გავსიბს ამანდურს. რაღაცნაირად არ მომწონს ფერები. აი ესენი ხარვა მოდაში. ამის ფასები არ ჩანს. ეს საყური, აი ეს საყური მაგალითად. რომელიც არ ჩანს, აი ხა გამოჩნდა, ღირს 17360 შეკელი. კროქსებზე რა აზრის ხართ? ყველა საყვარელი? მე არ მომწონს კროქსები მაგალითად. თქვენ მოგწონთ კროქსები ხალხო? საყვარელი ჩანთა წითელი. დეზიგვალ, არ ვიცი სწორად თუ ამბობ თუ არა. 220 ვერ ხედავ რა წერია. 240 შეკელი ღირს. უსაყვარლესია. 240 ესე არ ვიცი ვერ ხედავ რა. ძალიან საყვარელი ჩანთებია. ესე იგი, იმ დღეს ხო შეგეკითხეთ წინა ვლოგში, რომ გავხსნათ თუ არა, გავაკეთოთ თუ არა თქო, ჯგუფი ქართული წიგნები ისრაელში და რამდენიმე თქვენგანმა კი დამიწერეთ, კაი აზრიაო. მართლაც და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ეს ჯგუფი შემექმნა და მოვწვევა გავგზავნე Facebook-ის მომხმარებლებს, ვინც ახლა ვიცი რომ ანუ რაღაც ჯგუფებში დავტოვე ქართულ ჯგუფებში ხო, სადაც ანუ ისრაელის ქართულ ჯგუფებში დავტოვე ეს ლინკი ჩემი ჯგუფის და უკვე 63 ადამიანი დამემატა და ძალიან გახარებული ვარ და რამდენიმე ადამიანმა უკვე ჩემი ჯგუფის მეშვეობით არ ჯერ ვერ იპოვა წიგნი, შეიძლება იპოვოს. მაგრამ ხო, დაპოსტა და ეძებს მოკლედ ჩემი ჯგუფის მეშვეობით ეძებს ქართულ წიგნებს და ძალიან გამიხარდა. შემოვედით ოიშოში. სხვადასხვა აქაური ფასები, ძალიან ძვირია საქართველოს და ქართული ოიშოსთან შედარებით. მე მგონი საქართველოში უფრო იაფია ოიშო თუ ანუ აქ იაფი ნამდვილად არ არის. მაგის გარანტიას გაძლევთ. ძალიან კაი ქურთუკია. რა ღირს ახლა ეს? 500 შეკელი ღირს აი ეს ქურთუკი. საინტერესოა საქართველოში რა ღირს. მაგრამ არ ვიცი. ეს თოპი შეგიძლია გამოვიდე. ძალიან კარგი ქურთუკია, მაგრამ ისრაელში ფაქტობრივად არ ვიცი, ზამთარია, არ გვაქვს ხალხო და ეს ქურთუკებიც რაც ვიყიდე და მაქვს, ალბათ 1-2 მესო სულ. მაგრამ ეს კი თხელია. ალბათ გახსნილი ჯობია. ესე ჯობია. ძალიან კაია, თან ძალიან თხელია და ძალიან მსუბუქია. აი ეს მაღაზია. და ისრაელში ფეხსაცმელი ზოგადად ძალიან ძნელია იშოვო. ნუ მე მიჭრის ხოლმე ძალიან კარგი ფეხსაცმლის ყიდვა და ეს მაღაზია ერთ-ერთი საუკეთესოა. განახედე საინტერესო. ბეწვზე? ლამაზიგია ისე. უცხო, ისიც კარგია ეს ტუფლი. ისინი ციგური ექსტრავაგანტი. რომელი? ეს არის შუფრა. ფასი, ეხა ეს ღირს ნახეთ. ფასაკლება 50%-იანი და ფასაკლების შემდეგ ღირს 675 შეკელი. კი, ესეც კაია. ეს ღირს 368 შეკელი.
ორი ფერია. ეს რა ღირს? ეს არის 387 შეკელი ღირს ფასაკლების შემდეგ. აი ეს. ესე ჩვენ მაგარია. ხამას ყველა ვერ ჩაიცვამს, ხო? ხო, რაღაც ისეთი ფეხსაცმელები აქვს, ისეთი მოდელები, რომელსაც აი ყველა ხო, კი ვერ თან რო ყველა ჩაიცვამს, მაგრამ ზოგი არის ისეთი, რომ ვერამი ვერ ჩაიცვამს, რაღაცა კონკრეტული ტიპი უნდა. ძალიან კარგი. 327 შეკელი ესეც ფასაკლების შემდეგ. ხო, 660. ჩანთები აქვს კიდე 60 ხარისხის. ესეთი ჩანთა არ მოგწონს. შავი, მეც ეს მომეწონა. 1500-ის ნაცვლად 1200 შეკელი ღირს ახლა. ძალიან კაია. თუ ეს ვეგანური ტყავი ხო არ არის შემთხვევით? არა. და ისრაელში ძალიან მოდაში ასე ვთქვათ, კეტები არის ძალიან ლამაზი ფერები და ეხა ამაზეც ფასაკლება 267 შეკელი ღირს 455-ის ნაცვლად. ნაირ-ნაირი ფერებია ხოლმე, როგორც წესი და ძალიან მომწონს რო აცვიათ. აი თეთრი რა, კაი. ძალიან კაია. შეიძლება თუ არა გასაფრთხილო მეკვირს. არ ვიცი ხო მეც რატო, ანუ ხშირად მიფიქრია, მაგრამ რაღაცა არ ვიცი. მოვიფიქრე. თეთრი უნდა იყოს. წელს მოვიფიქრე. აი ესეც ძალიან მოდაშია. ისრაელში ეს ბრენდი გოლა ქვია. ეს ნახეთ. ახლა და ბეწვი აქვს. საიტი როა თვითონ მაღაზიაში ნახეთ რა. და მე მგონი აქედან შეგიძლია რომ იყიდო. გადაიხადო. ტაბის მსგავსებზე რა სიტყვით? მამაკაცის ფეხსაცმელის აქვს ასევე ძალიან კარგი. აი აქედაც. აი როგორი ლამაზი მზიანი დღე გამოვიდა უსვათ და შეიცვალა ამინდი და როგორი ლამაზია აქაურობა მზეში. აი ძალიან ლამაზია. ესეც კოსის მაღაზია ულამაზესი, მაგრამ ძალიან ცივა. ძალიან ცივა, ყინვა, ჩვეულებრივი. როგორი ბეჟი და ცისფერებია. ზღვისფერები. ყავისფერი. აგერ ყავისფერები. კოსიც ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზი. რაღაცები აქვთ ხოლმე. ხა ეს ღირს, აი ეს სვიტრი თუ ჯემპრი 475 შეკელი. ესეთი ხო არ ძობია? არა ხო? აი ეს რა ღირს? ეს ღირს 425 შეკელი. ასი 655 შეკელი. კოსი ძალიან ძვირია ისრაელში. მე მგონი არ არის ესეთი ფასები ევროპაში კოსზე. ძალიან ძვირია, აი ძალიან. ეს მამაკაცების განყოფილება.
ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ხო ლამაზია დე. ძალიან. კი, ახალია. ზომა არ იცი. ხო, ეს იმ დღესაც რო ვიყავი ნახეთ. გავირუჯოთ. მასიმოს აი ეს შესასვლელი ისე მომწონს, აი ულამაზესი ეს რაღაც ხის კარის ძალიან ლამაზია. ძალიან მომშვიდა ამასობაში და დავიღალე საჩემი ამდენი ბოდიალი მაღაზიებში. მე მიყვარს ონლაინ, შევარდი, გამოიწერე. სავარძლიდან წამოკოტრილებულმა იდეალურია ჩემთვის. რა ქენდა ვერ იპოვე ის, რასაც ეძებდი. რა ლამაზია. გავიდა სახლიდან. Hello. შემოვედით საჭმელად, იმიტომ რომ ძალიან მოგშვიდა ამასობაში. და ესეთი ლამაზი სივრცე დაგხვდა არკაფესი. ახლა შემოვედით ისრაელის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ დრაგსტორია, ხო? სადაც არის აი ყველაფერი. აფთიაქიც არის, ყველაფერია, აბსოლუტურად ყველაფერია. სასუსნავებიც იყიდება, აგერ. ჩავედით ქვევით, ეხლა და აქ ნახავთ ყველანაირი სახის კოსმეტიკას. ეს კორეული ბიუთის სტენდია. აი მე ამას ვყიდულობ ხოლმე, აი ამ სახის კრემს, ოღონდ ეს არის 157, მე ვყიდულობ 365 არის თუ რაღაცა და 99 100 შეკელი ღირს დაახლოებით. ცნობილი ტირტირი. ეს ღირს 120 შეკელი ფაქტობრივად. ეს ხო რაღაც ტონალური ვიტროა. თუ ტონალურია. ნირვები. 60 შეკელი ღირს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის ზეთი, რომელიც დამიმთავრდა, მაგრამ არ მიყიდი ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს და როგორც კი დავამთავრებ, ყველაფერს გამოვცლი, აუცილებლად შევიძენ აი ამას. იდეალურია. ნახოთ ტომ ფორდის ფასები სუნამო ისრაელში. რა ღირს 1360 შეკელი. 1100, 1010 უფრო სწორად. 1360. ო, ეს ახალია, აშკარად არ შეხვედრი ვარ სუპერფარმში ბრუნელოს.
ფასი 1100 შეკელი ღირს. უნდა მოვიბრუნელოსი. ბრუნელი აქვს ქლოი. ვიღაცა მითხრა რომ ქლოის რო ვუსუნეო, გავდიჟდი გადავირიეო. მე ძალიან მომეწონა ეხა ეგ სუნამო არა? ქლოიც არ მინახავ სუპერფარმში ქალაქში და ეხლა პირველად ვნახე. Duty free-ში მგონია მეც თავი ხო? ნარცისოს ფასები ვნახოთ 690 შეკელი ღირს ეხლა ეს ნარცისო. ხო ახალია და აი ეს 590 შეკელი. ეს 299 შეკელი ღირს. ეს არ არის პარფიუმი. ხო ეს არ არის პარფიუმი. ეს ვარდისფერი ღირს 719 შეკელი. თუ ფასაკდება და 300 არ ვიცი. და აი ესეც კარგია. 599 შეკელი ღირს. ეხლა ვნახოთ კრიდი რა ღირს 1700 შეკელი. აღარ ვიცი ეხლა მოდაშია თუ არა ისევ კრიდი, მაგრამ ნუ 1700, 1180 რა სილამაზეა ამას შეხედეთ. ხო. გამოვედით. კიდე უამრავი მაღაზიაა, მოკლედ ამ სივრცეში. უამრავი ხალხო უთვალავი, ყველაფერს ფიზიკურად ვერ ვნახავდით. ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ საერთოდ ჯამში კარგი იყო, ხოდე? კი, ძალიან კაი იყო. ძალიან კარგია. ესტუმრეთ, ვინც არ ყოფილხართ. დიდად არაფერი არ გვიყიდია, დედა მიყიდა ჟაკეტი და რაღაც და მე ვიყიდე რაღაც სამეული გაჩვენებთ რომ მივალ მეტი არაფერი წავედით ახლა სახლში ეს არის ის ნივთები რაც შევიძინე ესეთი შარვალი საყვარელია, კარგი ხარისხია. ამასთან ერთად ასევე შევიძინე თვითონ ამ ორეულის ჟაკეტი, ესე მოსაცმელი ეხავე ჩავიცავ და ეხავე მოვიცვამ და გაჩვენებთ როგორია. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგია. ეხლა ჩავიცვი და გახსნათ აღარ მინდა ისეთია. აი ესეთი ჟაკეტი. სეღილები აქვს. ძალიან ლამაზი, ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტული. ეს ჟაკეტი ლარჯია ვიღე, დიდი ზომა. დანარჩენი ყველა მე მგონი არა, შარვალის მოლი, პატარა ზომა და მაისური მე მგონი მედიუმი თუ არ ვწდები. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი ამ ესე სასიამოვნო სეტში გამოწყობილი, სამეულში გამოწყობილი დაგემშვიდობებით. გისურვებთ არაჩვეულებრივ დღეს, არაჩვეულებრივ კვირას, შაბათ კვირას თქვენთან, შემდეგ მომავალ კვირას. დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ. თუ მოგეწონათ ჩემი ვლოგი, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი და ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით შემდეგ შაბათს ან კვირას, შემდეგ უქმეებზე, მოდი ესე ვიტყვი. და სხვათა შორის უკვე მოფიქრებული მაქვს რა თემაზე იქნება შემდეგი ვლოგი. ძალიან საინტერესო ვლოგი გელით, ჩემი აზრით და ვნახოთ აბა თქვენ მოგეწონებათ თუ არა. გამოიწერეთ ჩემი არხი, რო არ გამოგრჩეთ შემდეგი ძალიან საინტერესო ვლოგი. დროებით